ზვიადმა აღნიშნა, ერთობის ძალა იქნება აუცილებლად ქმედითი. საზოგადო როგორც მედიას აქვს ახლა გაერთიანებაში საკმაოდ დიდი რესურსი და პოტენციალი, რომ გაძლიერდეს, რომ უფრო მეტად გაიმართოს წელში და უფრო მეტი მიიტანოს მაყურებლამდე, მაგალითად მხარში ამოუდგეს რეგიონალური მედია, საზოგადოება მოიხმოს საკუთარი დახმარებისთვის და გაერთიანდეს მაყურებელთან ერთად, ასევე საზოგადოება შეუძლია გაერთიანდეს. რასაც აგიგზალავენ, შეიძლება ძალიან ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ ამ მგზავრებს გვერდია უარო, ქართული ენა საკმაოდ მდიდარი არის და ასევე, არ ვიცი, ხანდახან მახსენდება ხოლმე, რომ ისა რა ქვია, ზოგი წესი იმისთვის არის შექმნილი, რომ იგი დაირღვეს. ასეთ ერთიანობას და ძალისხმევა საზოგადოების მხრიდან აუცილებლად ექნება ეფექტი. მე ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის არგუმენტიც მოვისმინე მოქალაქის დაპატიმრებაზე. ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა მას და იგი სიწმინდეზე საუბრობდა, რომ დედა წმინდა არის, ხო? აი, არ ვიცი, მე ძალიან მეუხერხულება რამენაირად, მაგრამ მაშინ დედა არ არის წმინდა, როდესაც ვინმე ხარაზიშვილი თავისი შავი და ბრუნმინებიანი ჯიპიდან ხმის გამაძლიერებელში საზოგადოებაში უბრალოდ დედას აგინებს. ეხლა მათ შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკოსების შემთხვევაში თმენის ვალდებულება აღარ არსებობს და საზოგადოების შემთხვევაში ეს თმენის ვალდებულება უსასრულო უნდა იყოს. ხალხს როდესაც ასისხლიანებენ რუსთაველის გამზირზე, ჩვენ ვხედავთ, რამდენი დაპატიმრებული არის პროტესტის მხრიდან, სისხლის სამართლის პასუხისმგებაში უნდათ რომ მისცენ და ერთი ადამიანიც კი სამსახურებრივი გამოძიების ქვეშ არ არის მიცემული და დროებით ჩამოცილებული უფლება მოსილებას, ხო? ის ადამიანები, რომლებმაც მედიის წარმომადგენლები განზრახ მიზან მიმართულად საკმაოდ მძიმედ დააზიანეს მოქალაქეებს, სახეძვლები ჩაუნდრეს. ანუ ხელისუფალს აქვს უფლება რომ ესე მოიქცეს და გაიმართოს რაღაცა მოგონილი არგუმენტებით თავი და იმ მოქალაქეს, რომელიც ამაზე უკმაყოფილებას არა ნორმატიული ლექსიკით სოციალურ ქსელში გამოთქვამს, ის თურმე შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მივცეთ. ქალებს როგორ მიმართავდნენ, ასევე ესეც გამახსენდა რადიო თავისუფლებას ჰქონდა მასალა. სიტყვებს ვერ გავიმეორებ, როგორ მიმართავდნენ. სიტყვებს თავი დავანებოთ ფიზიკურად ცემდნენ ქალებს. აი ხა ერთ-ერთმა სასულიერო და მაშინ არაფერი, მაგაზე არაფერი, მაგრამ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ბრალის გადაწყვეტილების მიზეზი. წარმოუდგენელი სოციალურ